ხედავ შიგნით ალექს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლუდის მოედნის ახალ მისამართზე. ნიკა, აბა დაიხუჭე. ხო გითამაშე და ხუჭე. დღეს სტუმრები არიან ყველასთვის საყვარელი იუთუბერი ვარსკვლავები, ჰანგრიმენები. მითხარი რომ ჩემია. აუ, კარგი ხო? აუ, რორბელია. აუ, კაია იცი. კარგია? ერთი გამასინჯე. დიდებული ადამიანია ვიძახი მე რა, ალექს. თან გემრიელი. ხორცი, ცომი თუ ბოსტნეული? ცომში ხორცი. და ეხო აღარ მინდა. არის? ალექსი რო სახში მყავდა ესმაო. ჩემ ბერს საღლი არ დახევდა. ბიჭო, დაანები ამ ადამიანს თავი. შო თახბი. შენ გამიკეთე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლუდის მოედნის ახალ ფილიალში. გამომყევით. მე ვარ ალექს ნათაძე, წისქვილი ჯგუფის 8 რესტორნის ბრენდ შეფი. ახლა უკვე YouTube პროექტის შენს გემოზე წამყვანი და მასპინძელი. დღეს ვიმყოფებით ლუდის მოედნის ახალ მისამართზე, ქალაქის გულში, ყაზბეგის 27 ნომერში. ამ სივრცის კონცეფცია ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ლუდის მოედნის კონცეფციას ეფუძნება. კერძებს რაც შეეხება, გვაქვს ლუდის მოედნის და ტერასის გაერთიანებული მენიუ. ტრადიციული კერძები, ჩემი საავტორო კერძები და გრილის ღია სამზარეულო, რომლის კერძებით თქვენ თვალწინ მზადდება. ეს სივრცე გარწმუნებული ვარ თქვენთვის საყვარელი და შეუცვლელი ადგილი გახდება. დღეს ახალი ლუდის მოედნის სტუმრები არიან ყველასთვის საყვარელი იუთუბერი ვარსკვლავები, ჰანგრიმენები. გუგაჭყონია. ნიკოლოზ ვასაძე. გამარჯობა. კარგად, კეთილი იყოს თქვენი ფეხი. მადლობა. მიხარია რომ ჩემი სტუმრები ხართ. ჩვენ ვართ ძალიან გურმანები ორივე. მე უფრო დეგუსტატორი გახლავარ. მე როგორც დაგემოვნება, ასევე საკვების გაკეთება ძალიან მიყვარს. მათი ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც სხვადასხვა კერძებს აგემოვნებენ სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან კაია. დარწმუნებული ვარ, კარგი დღე გამოვა და ბიჭები კარგი შეფასებლები იქნებიან. სანამ უშუალოდ კერძების დაგემოვნებაზე გადავალთ, დავსხდეთ რამდენიმე კითხვას დაგისმოთ თუ როგორი გემოები გიყვართ რომ ძალიან სწორად მოვიქეცი რომ დღეს არ მივირთვი ესე იგი. ნამდვილად. წამოვძანდით. უცხოური კერძები უფრო ხიბლავთ თუ ქართული? აი ჯამში რომ შევკრიბოთ უცხოური კერძები რაც მიყვარს და ქართული ბევრად მეტი იქნება, ესე ვფიქრობ. რომელი კუთხის სამზარეულო არის თქვენთვის უფრო ახლოს? ალბათ მეგრული მიყვარს ყველაზე მეტად. რატო აწყენინე ხა სხვა დანარჩენი? არა, გუგი ადამიანმა მკითხა. მესმის. ელარჩი, გებჟალია, კუპატი, დაშლილი თუ ტოპ 5 კერძი მითხარი შენი ქართული სამზარეულოს? ჩემი ტოპ 5 კერძი, კი ბატონო, ხინკალი აუცილებლად. შემწვარი კარტოფილი, ლობიო ასევე თავის აღკაზმულობით, მჟავე, მჭადი, პომიდორი, მწვანე მისასრუტით, მწვადიც უნდა ვთქვა, წვნიანიდან ალბათ ჩაკაფულს ვიტყვი. სხვა შორის ძალიან შორს არც მე არ ვარ. ყველაზე მეტად მიყვარს ჭადი, ყველი, კარტოფილი, ჩაკაფულიც მიყვარს ძალიან. წითელი ხორცი, თევზი, ქათამი. აი ამ სამიდან თქვენთვის რომელია პრიორიტეტი? წითელი ხორცი. თევზი. თევზი? კი. მართლა თევზი. ხორცი, ცომი თუ ბოსტნეული? ცალსახად ხორცი. მე ცომიც მიყვარს. მეტყობა კიდეც ალბათ. ცომში ხორცი? ცომში ხორცი. კუბდარი? კუბდარი მაგარია, ტოპია. მაგარია. ჩიბუ? ჩიბუ და ჩიზბუ. ჩიზბუ? ორივე კაია. მე მოკლედ მივხვდი თქვენ რას დააგემოვნებთ დღეს. დავიწყებ ტაფის ხაჭაპურით, რომელიც ტაფაზე იწვება. ეს ცომი იბრაწება და შიგნით ყველი დნება და არის გენიალური კერძი. მაწვნის ფაზაზე ცომი? არა. ბიჭო, ნუ პროფესორო. რატო რა? მე ვერ გააკვირვებ შენი ტერმინები. გამეგინა შენ რა. ასევე ჩემი საავტორო სალათი არის გებჟალის სალათი, ციტრუსები, გებჟალით, ამ აჯიკით, ახალი კარტოფილი ამ სეზონს და თქვენ მოსვლასაც უხდება. ყემალის მწვანე. კი, რა თქმა უნდა, მწვანე ყემალთან ერთად. შემდეგ ვექნება ჩაკაფული. ვაი. აი? აი კაც. ჩაკაფულს მივირთმოთ ხბოსას. კარგია, მივესალმები ხბოს. კი. ასევე მოგიმზადეთ ორი სიურპრიზი კერძი, რომელიც არის ჩემი საავტორო, მაგრამ მაგას მოვყვები რომ მოგიტანთ მე. კი ბატონო. იმედი მაქვს, ჩემი წარმოდგენილი მენიუ თქვენთვის მისაღები იქნება ჯერჯერობით მოყოლით და მერეც როცა მიირთმევთ, თქვენ დაათვალიერეთ გარემო, მიირთვით ყავა, მე ჩავალ და შევდგები ჩემს საფრთხეს. წარმატებებს გისურვებ.
ნახევრით დაიწყო. ეს აპეტაიზერი, ოი. გებჟალის სალათი, საავტორო, აფისი მერული ხაჭაპური. აუ, თხელი, ნახევრად თხელი ახედავდა. მეტი აღარ არის საჭირო ჩაკაფულით. აუ, აღარ თავდება რაღაცა. მაგარი დავალება გვაქვს ნიკა. აბა, გემრიელად მივხვდი. უღრმესი მადლობა. ვითი დავიწყო? ხაჭაპური და ხინკლით თუ არ დავიწყეთ გუგა ხა. თუ გამიცივდა. მოდი მაშინ დაგიჯერებ. მე რო ხა ჩანგალი ჩავარჭო, აქ ძალიან თავხედი ვიქნები. ესე. მე მაგას არ ვიზო. კი ბატონო. ნიკა. ოი. ბრავო, მადლობა. ბრავო. აბონა. აბა წარმატებები. დაგიმარჯოს კარგად. მიმიჭახონე რა. აუ რა არის? ხინკალში. აუ და ეხო აღარ მინდა რა. აუ ჯერ ჩანგალი ჩაარჭო, კაი დავხუჭე თვალე. მთელი ესე არ დავმალავ და ვიცნობ წისქვილის ხინკალს კარგად და წვენი რო იწყება, ანუ ძალიან გემრიელად რო შემოდის. ხორცი რო სულ საშუალო დამხვდეს, უკვე მაინც გემრიელად ჭამხομαι რა. ამ შემთხვევაში წვენი ძალიან გემრიელია და ხორცი გემრიელი იყო და ეს მარილი და რაღაცები რო არ აკლია რა, რაც სუნელები, რაც ჭირდება. არც სიცხარე არ აკლდა, არც მარილია, იდეალურად დავიწყეთ და ეხლა გავაგრძელებ კიდეც კი ბატონო, ხაჭაპური გადამიწყდა გუგამ. ყველაფერი გავსინჯოდათ, მე თუ რამეა, მე მიუბრუნდეთ. გაიხარე, ნიკას არ ჭირდება არანაირი მითითება. აი მე დანაჩანგლით შევჭამ ხაჭაპურს მაშინ. მე მიყვარს სახში გაკეთებული სტილის, ასე ვთქვათ, ტაფამწვარი თუ ტაფაჭური თუ რაც შეიძლება დაერქვას, თხელი რაღაცა საოჯახო სტილის ხაჭაპური არის. და ეს ძალიან თხელი რო არის, ესეც ჩემთვის კარგია, იმიტომ რომ სხვა კერძებსაც მე დროს დავუთმობ. კარგია. ალექს იდებული ხაჭაპურია ესე ვიყო. კაი, შენ გააგრძელი და მე თან კარტოფილს ჭას და ყოლს. აუ, ჩაკაფული მინდოდა ნიკა რა. კაი, გუგი მირთვი რა. ჯერ თორეგანა ეს არ მინდა. მოდი. კარგია. ნა დავაზუსტო ხო ნამდვილად ეგრეა ყველაფერი. გაზაფხულს უხდება ეს ყველაფერი. დაგისხა? მიდი. კარტოფილი არის ყველაზე მარტივი კერძი რა. ბევრი არაფერი არ ჭირდება. კამა მოაყარე და გემრიელია რა და. ტარხუნა მივაყოლე რომ ნენელა გადავინაცვლო ჩაკაფულში. ბოლო კი რომ მიაყოლო და საახალწლო სუფრაზე გადაიდევსო ღვარგიდან. ძალიან კარგი იუმორია, ეს იუმორი ნიკას ხდის ისეთ ვარსკვლავად როგორც დღეს არის წარმოდგენილი. ნიკა, შენთვის დამithმია პირველი წვენის და ხორცის ნაჭრების ამორჩევის ფაზა. სხვათა შორის ჩაკაფულს მივირთმე მხოლოდ ერთხელ წელიწადში. ძალიან მიყვარს ჩაკაფული. მე აღდგომიდან აღდგომას მაგიტო ველოდები. აღდგომას განსაკუთრებით ყოველ დღე ვჭამ ხოლმე, მივირთმე უბრალოდ. პური უნდა მივაყოლო ჩაკაფულს, რა ვქნა. იმიტომ რომ ჩაკაფულში წვენში არ ამოვაწო მე პური. ვერ შევიგზნობ ჩაკაფულის სიდიადეს, რასაც ჩაკაფულის ჭამის დროს განიცდით. ძალიან ნაზი ჩაკაფულია, იმიტომ რომ ხორცი იდეალურად დნება პირში ესე შეიძლება ითქვას. ძალიან კაია. მე რასაც ველოდი იდეაში ეგ მივიღე, იმიტომ რომ ალექსმა რო ჩაკაფული ახსენა თვითონ ისე ჩაიღიმა რომ ვიცოდი რომ ტოპს აკეთებდა რა და თავდაჯერებულია. თავდაჯერებული ჩაკაფულია საკმაოდ რა ესე შევაფასებდი ამ ჩაკაფულს. კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ ჩაკაფული არის ჩემი საყვარელი წვნიანი. ან ნახევარწვნიანი, როგორც გინდათ ისე დავიძახე. კარგი, რაღა დაგვჭა გოგა? სალათი. ნახე ნუში აქვს, პორტოხალი. მეცდები ყველა ინგრედიენტი მოვაქციო ჩემ პატარა მუჭაში. პირუკაში. მამი. მოდიში. შეიძლება დავიწყო მე უკვე. კი. ალექსმა მითხრა შემდეგი რამ. ეცადეთ ერთ ჩანგალში, ერთ ჩარჭობაში ყველა ეს ინგრედიენტი მოექცეს, რაც შიგნით არისო. ლოგიკურია იცი? ეს არის ალექსის საავტორო გებჟალიას სალათი. ძალიან დიდ რაღაცას ვაპირებ ნიკა, მე წარმატებები მისურვებ. კაია ხო ეს? ძალიან კარგია. მართლა განსხვავებული სალათია. ალექს. ეს ყველა ინგრედიენტი ერთად ძალიან გემრიელია. ძალიან კაია. ნიკა მთავარი კერძისთვის დაიტოვე ცოტა კუჭნაწლავი. მაგას ვაკეთებ ზუსტად ახლა. გებჟალია და ჯიმშერი თურმე ყოფილა, აი აუცილებლად დატესტეთ. ჯიმშერი მოდი გავუმარჯოს ახლა. ჯიმი. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქართულ კულინარიის განვითარებაში
წვრილი შეაქვს. დავლიოთ. მე ვარ მზად რომ მივიღო ჩემი მისტერი კერძი, მისტერი ბოქსი. მისტერი ბოქსი. ნიკა, აბა დაიხუჭე, ხო გითამაშია დახუჭე. ეგუა. ეხლა საჭმელთან და ითამაშე იგივე. სულით უნდა მივხვდე რა არის. გუგა, რა სტეიკი, ნუ ბიჭო. აჰა. აშკარად ყნოსო არ გივარ. არა, ვერ მივხვდი. კაბაბია ხო? კი. ეს არის საქონლის ქაბაბი, ოღონდ ლავაშივეთ არის შემწვარი და არის ხრაშუნა. ხარ ეს ჩემია. ხო, შენი. კარგი ხო. აი ეს არის მაწვნის соуსი და გარედან ოხრახუშის და დაღერღილი მაწვნის საჩაუქსო. მაგის ზეთია. ეხლა გადმოვალ შენთან. ეს არის საქონლის არტალა, იგივენაირად ოსობუკო. დაუტოვეთ ძვლის ტვინი, იმიტომ რომ ზოგს ძვლის ტვინი ცალკე კერძად აღიქვამს. ეს соуსი არის ის წვენი, რაშიც ეს ყველაფერი მოდიოდა და იხარშებოდა და ამ ყველაფრის დასაგვირგვინებლად კარაქში მოზელილი კარტოფილის მიური. ჩემი გემრიელად მიირთვით. მადლობა შენ. შენ ანუ გადაწყვიტე რომ მთლიანად გადაიდო, რადგან 5 უნდა მიირთვა. რა გასინჯებ, კაი. არა, არ მინდა უკვე არ. მე მინდა რომ უბრალოდ უშუალოდ ამ სულს ჩავწვდე და თემში ვიცხოვრო. კარგი. არა, მართლა შეიძლება და ოუ, რორბელია. მიდი ხო ეხლა არც გინდა ისქენ. შეხედე, შეხედე გთხოვ. გავიგე. ანუ კი უჭრი. დიდებული ადამიანია ვიძახი მე რა, ალექს. პიურე თავის ნახარშის წვენში ასე ვთქვათ, როგორც აგვიღწერა ალექსმა. აუ რა კაია იცი. კარგია? ძალიან კარგი მიხარია. ზღაპარი გუგა. ძალიან გემრიელი. ერთი გამასინჯე. გულწრფელი შეფასება მინდა შენგან. ხო გაია. როგორია? ოუ რა. ხო მაგარია. ძალიან კაია. ნუ დაბრაწულ ლავაშთან ერთად პირველად ჭამ ხაბავს. ალექსი რო სახში მყავდა ესმაო. ჩემ ბეც საღლი არ დახევდა. ბიჭო დაანები ამ ადამიანს თავი რა. ამდენჯერ მაინც არ ვიცი ახლა. მიდი, გასინჯე. შეიძლება ხო? კი, მიდი. შენერი. არა, არ ჩაჭრა ნახე. ჩამოდნა. ანუ ეს არის ალექსის საავტორო კერძი, როგორც გავიგეთ. აუ ვიძახი მე თავიდან რომ კაცი რო დავნახე რომ დიდებული ადამიანია თქო და. მე არ გიჯერებდი ხო? არ მეჯერები. და ძალიან მაგარია. ძალიან გემრიელი. პირველად ვიღებ ესე ძვლიდან ტვინს. აბა. აუ. ეგრევე 3 IQ მოგემატა ხო? ჭამე სასწრაფო. არ არსებობს. დედასპიცო, საღოლ. ალექს. ბრავო. მართლა. ბიჭო, წვენიც უნდა ამოიღო, წვენი ამოიღო. აუ რა კაია. მოდი მე ვიტყვი რა. ალექსის ორივე საავტორო კერძია მისი. ეს რაღაც უფრო განსაკუთრებული არის ჩემთვის. გარნირიან, соусიან, ხორციან ერთად ყველაფერი არის, რა ვიცი, ძალიან გემრიელი საქონლის არტალა. რომელიც პირში კარაქივით ძნება. შეგვიფასე თქვი ორი სიტყვა და ეს არის ესეთი ქაბაბი, რომ მაქვს 10-იანის დაწერის საბაბი, გასეთქო. ესეთი პატარა ლექსი მოუხდა, იმიტომ რომ თვითონაც რაღაცა ლექსივით კერძია რა. იდეაში ეს არის ჩემი, მაგრამ თვითონ ხორცი იმდენად საოცრება იყო, რომ რაღაც ჩემისკენ იხრები ხო? ძალიან გემრიელია მოკლედ რა. მადლობა ალექს მასპინძლობისთვის. მადლობა ცისქვილს. თუ ხშირად დაგვიძახებთ, სიამოვნებით გეახლებით, მივირთმევთ, წავალთ მე თხა. არ შეგაწუხებთ არავის. კი ბატონო, გაგვიმარჯოს მასე. გაიხარე ნიკა. მობდანდი ხა, თუ შეიძლება შუაში რომ ჩაგვიჯდე და კიდევ ერთხელ. გენაცვალეთ მამა. აბა როგორი იყო? ეს იყო გამოცდილება. ეს იყო ძალიან მართლა კარგი გამოცდილება. განსაკუთრებით ბოლო ნაწილში, იმიტომ რომ უცხო იყო ჩვენთვის ეს კერძი. რა თქმა უნდა, იქაც სხვადასხვა ხელწერები იგრძნობოდა და საბოლოო ჯამში ძალიან კარგ ხასიათზე მივდივართ აქედან კარგად დანაყრებულები რა. ძალიან მესიამოვნა რომ თქვენი გემოვნების კერძები შევძელი რომ მომემზადებინა და იმედია რომ ხშირად მესტუმრებით. სიამოვნებით, შენ დაგვიძახე, ჩვენ აქ გავჩნდეთ. მადლობა დავანდელი საღამოს. მადლობა თქვენ რომ მოხვედით. მადლობა, აბსოლუტურად. თანგრიბენების სტუმრობამ, როგორც ვფიქრობდი, ისე ჩაიარა. მოხარული ვარ, რომ მათ გემოვნებაში ჩავჯექი და მათ რაც მოწონდათ და რაც სურდათ, ზუსტად ის გემო დავსვი
და ვფიქრობ, რომ გემრიელად მიირთვეს თავის გემოზე. თუ ამ კერძებმა დაგაინტერესათ და თქვენც მოგინდათ ამ კერძების დაგემოვნება, გელოდებით ლუდის მოედნის საბურთალოს სივრცეში, მე კი არ გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.